მოგესალმებით მეგობრებო, დღევანდელი ჩვენი სავარჯიშო კომპლექსი ორიენტირებული იქნება მენჯებზე, მენჯის ფსკერზე, მენჯის კუნთების მოქნილობის გაზრდაზე, ან გაუმჯობესებაზე, ან შენარჩუნებაზე. ძალიან დაუფასებელი კომპლექსია იქიდან გამომდინარე, რომ არ მეგულება ვინმე, რომ ესე კონკრეტულად მენჯზე ორიენტირებულ ვარჯიშებს ასრულებდეს, არა და მენჯი არის ერთ-ერთი ჩვენი სხეულის მთავარი საყრდენი. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრ რამეზე შეუძლია მოახდინოს გავლენა, მათ შორის ჩვენს ხერხემალზე, იმაზე გვაწუხებს თუ დისკომფორტი გვაქვს თუ არა კისრის არეში და ასე შემდეგ, მუხლებში და ასე შემდეგ. გარდა ამისა, ეს კომპლექსი ძალიან გამოდგებათ ორ სულებს, ან მათ, ვინც სულ ახლახან იმშობიარა, მაგრამ არა მხოლოდ მათ. თანაბრად სასარგებლო იქნება კაცებისთვის, ქალებისთვის და ასე შემდეგ. მოკლედ, დავიწყოთ. პატარა კომპლექსი იქნება 10 წუთიანი დაახლოებით და რაიმე განსაკუთრებული მოქნილობა არ გჭირდებათ ამ ვარჯიშების შესასრულებლად. ხდებით აი ასეთ მდგომარეობაში პირველი მოძრაობისთვის, ანუ ქმნით სამკუთხედს გვერდიდანაც გაჩვენებთ. ესე ფეხის წვერი იყურება უკან და აქ არის ფეხებით სამკუთხედი შექმნილი. ასეთ მდგომარეობაში ხდებით, შევაბრუნოთ მენჯი, ისე რომ აქ პატარა ნაპრალი შეიქმნას, დავბრუნდეთ. 1 2 ხელები 1 2 3 4 5 6 თან სუნთქავთ 7 და 8. შევბრუნდეთ, გავჩერდეთ რამდენიმე წამი 1 2 3 და 4. დავბრუნდეთ. შევცვალოთ ფეხები. აი ესე. წინ ამ შემთხვევაში არის მარცხენა ფეხი, ხელები კვლავ წინ. 1 2 3 4 5 6 7 და 8. დავრჩეთ მუხლის მხარეს, მკერდი არის წინ, მხრები გადაშლილი, ზურგი არის სულ სწორად. ვიყურებით ხელებისკენ. 7 და 8. დავბრუნდეთ კვლავ წინ. ფეხები აი ესე განზე გვაქვს. გადავშალოთ ფეხები, მივაყოლოთ ერთი ხელი. მეორე მხარეს, მეორე ხელი. 3 4. შუაში ფიქსირდებით რამდენიმე წამი. 5 6 7 და 8. დავბრუნდეთ შუაში, გადავიდეთ ერთ მხარეს, ხელები მოვათავსოთ ესე, წვივთან და ავწიოთ ერთი ფეხი, დავაბრუნდეთ. 1 2 3 4 5 6 7 და 8. გადავიდეთ წინ სწორი წელით, ავწიოთ ფეხი, დავაბრუნოთ, დავბრუნდეთ. 1 2 3 4 5 6 7 და 8. 1 2 3 4 5 6 7 და 8. ხელები მოვათავსოთ წინ და რამდენიმე წამი გავჩერდეთ ასე. 3 4 5 6 7 და 8. ამოვდივართ. წინა ფეხი 2 3 4. ეცადეთ რომ ეს არ მოიხაროთ, წელის სისწორი შეინარჩუნოთ. 7 და 8. გავსწორდეთ, მოვბრუნდეთ აი ესე. აქედან მოვათავსოთ წვივზე ხელები, უკანა ფეხი 1 2 3 4 5 6 7 და 8. გადავიდეთ სწორი წელით, ფეხი, დავბრუნდეთ. გადავიდეთ, ფეხი, დავაბრუნოთ, დავაბრუნოთ წელით. 1 2 3 4 5 6 7 და 8.
მოვიტანოთ ხელები მენჯებთან, წინა ფეხი ამოდის, ბრუნდება. ოღონდ ამოსვლისას ეცადეთ რომ არ გადახვიდეთ უკან, ხო? შეინარჩუნოთ წელის სისწორე. 2 3 4 5 6 7 და 8. წამოიღეთ ფეხი, შემოატარეთ და ბრუნეთ უკან. ისე დააბალანსეთ, ხო? წამოიღეთ, შემოატარეთ და ბრუნეთ, დააბალანსეთ. 1 2 3 4 5 6 7 და 8. მეორე მხარეს. ესე. ავწიოთ ფეხი, წამოვიღოთ, დავაბრუნოთ, დავაბალანსოთ. 1 2 3 და 4 5 6 7 და 8. შემოbrუნდეთ. ესე პეპელოსავით დავაწყოთ ფეხები. ავამუშაოთ კარგად ეს ნაწილი. 3 4 5 6 7 და 8. გავაჩეროთ და დავიხაროთ წინ. 2 ეს ვარჯიშები არაჩვეულებრივია ორ სულთათვის. კარგად ხსნის მენჯებს და ამზადებს სხეულს მშობიარობის პროცესისთვის, რა თქმა უნდა, თუ სისტემატურად შეასრულებთ ერთხელ და ორჯერ მთელი ორსულობის განმავლობაში, ვერანაირ შედეგს ვერ მოგცემთ. წამოვიღოთ ფეხი, ესე, მოვკიდოთ აქ კოჭთან ხელი, გადავიტანოთ, დავაბრუნოთ. 1 2 3 4 5 6 7 და 8. კვლავ სამკუთხედი. აი ესეთ მდგომარეობაში ამოვიტანოთ ფეხი, გავშალოთ, დავაბრუნოთ კუნთის ძალით. 1 2 3 4 გამოსრიალეთ. 5 6 7 და 8. შემოიტანეთ, გადაშალეთ. 3 4 5 6 7 და 8. შემოვიტანოთ. მეორე მხარეს. ესე, ამოიტანეთ. 1 2 იქნებათ ესე მოთავსეთ ხელები. არ აქვს მნიშვნელობა, უფრო უკეთეს იქნება ალბათ ასე, უფრო შეინარჩუნებთ წონასწორობას. 5 6 7 და 8. შემოიტანეთ წინ, გადაშალეთ. 3 4 5 6 7 და 8. დააბრუნეთ, შემოიტანეთ ორივე. ესე, წელი დავატრიალოთ ახლა. 1 ნახევარწრეზე. 2 3 ცოტა მოვადუნოთ, იმიტომ რომ ამ ვარჯიშების დროს საკმაოდ დიდი დატვირთვა გადავიდა ხერხემალზე. 4 5 6 7 და 8. დავაბრუნოთ შუაში. აქედან ფეხი კვლავ უკან. სხედვართ ესე ვცდილობთ რომ წონასწორობა შევინარჩუნოთ. წამოვიღოთ ფეხი, შემოვატაროთ მუხლს. ხელით გადავწიოთ, დავაბრუნოთ. საწყისი პოზიცია სწორდებით. ისე გადავიხაროთ. წამოვიღოთ ფეხი დახმარების გარეშე, საპირისპირო ხელით. კვლავ დოინჯი. დავაბრუნოთ, გავსწორდეთ. 1 2 3 4 5 და 6. ერთხელაც. 2 ყველა მოძრაობის დროს სუნთქავთ, რაც მთავარია, არ გვავიწყდება სუნთქვა. მეორე მხარეს. წამოვიღოთ. 2
3 4 5 აქ 6 უნდა იყოს რაღაცა გამოვტოვე სავარაუდოდ სწორად ერთხელაც გავსწორდეთ შემოვიტანოთ ფეხები კვლავ პეპელასავით გავაჩეროთ წინ გადავდივართ 2 3 4 5 6 7 და 8 გავჩერდეთ 2 3 4 5 6 7 და 8 ამოვდივართ სწორი წელითვე და ამით დღევანდელი ჩვენი სავარჯიშო კომპლექსი დასრულებულია. იმედი მაქვს რომ მოგეწონათ და თუ ასეა ველოდებით თქვენს კომენტარებს აი აქ და ასევე არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა, იმიტომ რომ ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. მადლობა.